გამარჯობა, გურუ. ბიტკოინი უახლოვდება $64,000 და მე ასევე განვიხილავ ტექნოლოგიურ აქციებს, რომლებსაც შეუძლიათ საუკეთესო ანაზღაურება შესთავაზონ. როდესაც ვყიდულობ აქციებს, მე ვყიდულობ კომპანიის ნაწილს და ველი, რომ ეს ბიზნესი გაზრდის ჩემს ინვესტიციას. Google რჩება ჩემს ერთ-ერთ ფავორიტად, ფასისა და მოგების თანაფარდობით 18. მისი წლიური შემოსავალი არის დაახლოებით $400 მილიარდი და წლიური წმინდა შემოსავალი დაახლოებით $120 მილიარდი, ხოლო ბოლო კვარტალში დაახლოებით $120 მილიარდი შემოსავალი იყო. ძირითადი ბიზნესი აგრძელებს სწრაფად ზრდას. $20 billion profit for the entire year. So it's growing very fast. So these kind of assets I'm going to look at. Let's jump into technicals for Bitcoin now. ახლა განვიხილოთ ბიტკოინი. წინა ორი სავაჭრო დღის ძლიერი რალის შემდეგ საფონდო ბაზარი დაახლოებით 1%-ით დაეცა ბაზრობამდე გარიგებაში. Tesla ოდნავ დადებითი იყო და Nvidia დაახლოებით 2%-ით გაიზარდა. ბიტკოინის დიაგრამაზე ფასი დაღმავალი სამკუთხედის ზედა საზღვრებს ეწევა. წნევა იზრდება სტოქასტური ბრუნდება ზემოთ და შესაძლოა განვითარდეს გარღვევის მცდელობა. You can see it's forming a descending triangle in an area to break out, builds pressure, and it's trying to break out. Bitcoin იმაზე უკეთ იმართებოდა ვიდრე ველოდი, ამიტომ გადავწყვიტე ჩემი ვაჭრობის გაზრდა. 2 დღის წინ დავხურე 2 ბიტკოინის პოზიცია დაახლოებით $5,000 ზარალისთვის. ღიად შენახვა მას მოგებას დაუბრუნებ და მოbrunების შემდეგ, მაგრამ ეს ინფორმაცია იმ დროს არ იყო ხელმისაწვდომი. ახლა მე ვამატებ 1 ბიტკოინს ახალ პოზიციას, ვიდრე ვცდილობ ძველი ვაჭრობის აღდგენას ემოციურად. So my 2 Bitcoin trade would already be in profits. Actually, I would have kept it back. It would have been better to keep it in. ორდერი გავაკეთე $63,900-თან ახლოს. ფასმა გადაინაცვლა მასში შესვლისას, ამიტომ ლიმიტი ოდნავ დავარეგულირე და დაველოდე შესრულებას. ორდერი გამოჩნდა წიგნზე ბაზრის ზემოთ. მე ვაჩვენებ პროცესს რეალურ დროში, შეკვეთის დადასტურებასა და მის შევსებას შორის შეფერხების ჩათვლით. Let's see if my order executes. You can see when I put order, people try to front run it. It's about to activate, you see that green dot. ერთი ბიტკოინის ორდერი შეივსო, რითაც მთლიანი პოზიცია გაიზარდა 1 მაისი ბიტკოინამდე, ღირებულების დაახლოებით $95,000 ნაჩვენები ფასით. მე დავხურე ადრინდელი გარიგება ფსკერზე ამოსვლამდე, მაგრამ ეს ახალი ჩანაწერი ცალკე გადაწყვეტილებაა. თანამდებობა კვლავ წარმოადგენს ჩემი მთლიანი კაპიტალის მხოლოდ მცირე ნაწილს. If I hadn't closed that trade yesterday, actually, I wouldn't have had a loss actually on that trade. I closed it exactly on the bottom. მე ზოგადად ვზღუდავ რომელიმე აქტივს ჩემი კაპიტალის დაახლოებით 10%-ით და ეს გარიგება მხოლოდ რამდენიმე პროცენტს იყენებს. მე დიდხანს ვაპირებ, რადგან დიაგრამა შეიძლება დაიშალოს ზემოთ, მაგრამ გამოვიყენებ მჭიდრო გაჩერებას და დავხურავ გარიგებას, თუ დაყენება ვერ მოხერხდება. კაპიტალის დაცვა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე პროგნოზის სწორი სიძულება. And then this potential breakout, descending wedge. This could be a big descending wedge on Bitcoin. Let's see if it plays out. Stochastic is also. Bitcoin-ი ასევე შეიძლება ქმნიდეს დიდ დაღმავალ სელს. ყოველდღიური სტოქასტიკა მაღლა იწევს და დადასტურებული ბრეაკოუტ შეიძლება მიუთითებდეს დაახლოებით $83,000-ზე. დიაგრამა აჩვენა ჰიპოთეტური წყობა, რომელიც რისკავს დაახლოებით $1,000 ბევრად უფრო დიდი შესაძლო ანაზღაურებისთვის, ბერკეტების გარეშე. ეს შედეგი არ არის გარანტირებული და გაჩერება პატივი უნდა სცეს. ჩემი ბიტკოინის პოზიცია ახლა არის 1 მაისი მონეტა. And again, I just increased my Bitcoin trade to 1.5 Bitcoin. Also, let's look at the tech stocks, like what's going to make me the most money. I'm just going to scan. უფრო ფართო ბაზარს რომ გადავხედოთ, ბიტკოინს აქვს მხარდაჭერა ქვემოთ, მაშინ როცა მთლიანი კრიპტო საბაზრო კაპიტალის დიაგრამა წააგავს თავმხრების დიდ შაბლონს. ნიშნულოვანი საბაზრო კაპიტალი დაახლოებით 1 აგვისტო ტრილიონი და 1 აპრილი ტრილიონი $. $. ინდექსი არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ფრთხილი ვარ. $. გამყარებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს როგორც აქციებზე, ასევე კრიპტოაქტივებზე. Because you can see the US dollar, it's on the 4th to 5th wave. This goes back to 2020,
გრძელვადიანი გზის სქემა მოიცავს დაახლოებით 20 წელს და როგორც ჩანს, აყალიბებს მომრგვალებულ ფსკერს მხარდაჭერის გასწვრივ, რომელიც დათარიღებულია დაახლოებით 2011 წლით. თუ დოლარი უფრო მაღლა იწევს, მას შეუძლია აქციების დაწევა, რის გამოც მე ძირითადად ნაღდი ფულით ვრჩები. მე უკვე დიდი პოზიციები მაქვს Google-ში და მირჩევნია მეტი აქციების დამატება მხოლოდ დაბრუნების შემთხვევაში, ვიდრე ფასის დევნება. Nvidia ასევე გამოიყურება კონსტრუქციულად. მისი ყოველთვიური, ყოველკვირეული და ყოველდღიური სქემები მაღლა იწევს და კომპანიის შემდეგი მოგების ანგარიში აგვისტოს ბოლოსაა მოსალოდნელი. Nvidia აგრძელებს ძლიერი ზრდის გენერირებას, თუმცა მისი ფასი მოგების კოეფიციენტი 30-მდე უფრო მაღალია ვიდრე Google-ის. შეფასება არ არის იაფი, მაგრამ ძირითადი ბიზნესი რჩება განსაკუთრებით ძლიერი. ბმულები ქვემოთაა. გამოიწერეთ არხი და ჩართეთ შეტყობინებები. კარგ დღეს გისურვებთ. ხვალამდე.